ვასაქმებთ ქართველების 20 ტრაილერი ქართველების ყოველ თვეივლიან საქართველოსა და ჩინეთს შორის ხო ერთი 500 კაცს ხო ვასაქმებთ თლიანობაში თქვა სხვა თავი დაანებო ხელი არ შემიშალო ხელი შემიწყე რა დუბაიდან წამოვიყვანე არ შემომაყვანიე აქედან შემოვიყვან 7 თვე უნდა ველოდო ნომერს როდის მომცემ თუ კაი ხასიათზე ხარ მომცემ ნომერს თუ ცუდ ხასიათზე ხარ იცი რა არ შეესაბამება სტანდარტებს საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა ცოტა აქეთ გამოიწინი არ მინდა მზე არის და არ დაიწო სახე როგორ იტყვი ამჯო სეგმენტი რუჯიანი ხო მე ბებია ჩხუბს დაუწყებს კაცო მე შენ დასასვენებლად გაგიშვიო და უყურე როგორ არის შალვა ნინი როგორ არის გაიხსნა ფირმა ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩინეთში რა ქართველები რომლებიც ჩინეთში მუშაობენ საკონსულოში იქა ესენი არიან პრობლემა ვითომ ვიღაცებს ულაგებენ და ჩემნაირ შენნაირ რეალურ ბიზნესმენებს ხელს უშლიან იმიტომ რომ დაუშვათ კონსული ზის სადღაც აგერ თბილისიდან მოსული გონზე არ არის და იქ ვიღაცასთან მივიდა და მოუყვანს ახლა მეხტადის ნაირი კაც აჩვენებს რომ აუ ეს დიდ ბიზნესს გააკეთებს არის ის ამან ეს ბიზნესი ხელის შემშლელი ბიზნესის არის ის ადამიანები რომლებიც ზიან დუბაიშიც იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებენ საკონსულოები რომ ბიზნეს ხელი შეუწყონ უწყობენ მარტო 3 კაცს თუ 20 თუ 5 პარლამენტარების ვიღაცებს ბიზნესებს ჩინეთშიც იგივეა ხო ახლა გაგიჟდები კაცი აქ ჩამოვდივარ და ერთი ქალის სურათს მაჩვენებენ და ეუბნებიან რომ და ამ ქალს მოუტანია ჩემი ცენტრის სურათები ესო ჩემი ცენტრიაო და ამისო დილერობა მინდა საქართველოსშია და სახელმწიფოში მუშაობს ეს ქალი დიდ თანამდებობაზე კი ბატონო და გონზე არ არის ვიღაცა მეტყობა უთხრა რომ ეს მომიპოვე რადგან იქ საქართველოში დიდ თანამდებობაზე მუშაობს აქ საკონსულო მილიონია საქართველოს და ვიღაცები შეაწუხა და მე მინდა უთხრა სახელმწიფოს გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები რომ ბიზნესში ნუ ჩაერევიან თორე ბიზნესმენებს ხელს უშლიან მესმის რომ პარლამენტში 80% ბიზნესმენებია მაგრამ ჩვენ ვართ ბიზნესმენები რეალური და შენი საქმე აკეთე კაცო ხო არ გიშლი ხელს ხო შენ იმიტომ იშლი ხელს რომ არიცი და რადგან იმ სკამზე ზიხარ და იმ სკამზე უგულავად იჯდა მაგრამ კი ხედავ ახლა როგორ სად არის ხო გაფარჩაკებულია უგულავა ხო და ეს რო სხვასაც არ მოუვიდეს მაგალითების მეტი რა გვაქვს ხო